ლაილაი წარმოგიდგენთ პროგრამას ინფორმატორი. ისევ საღამომშვიდობისას გეუბნებათ ლუკა და ისევ შოუ ბიზნესურ სიახლეებს გთავაზობთ ინფორმატორში ლაილაისთან ერთად. ნახოთ თუ რა ხდებოდა საინტერესო ქართულ და უცხოურ შოუ ბიზნესში. თბილისში 2 წლიანი მოღვაწეობის შემდეგ პირველ ჩვენებას აწყობს მოდის სახლი DK. წარმოდგენილი იყო 2003-2004 წლის საშემოდგომო კოლექცია. ჩვენება DK-ის სახლში გაიმართა და კიდევ ერთი სიახლე. მოდის სახლმა სარეკლამო სახედ ქეთათოფური აირჩია და ჩვენებაც ქეთათოფურის ახალი ვიდეოკლიპით გაიხსნა. დღეს DK-ის მოდის სახლი, ასე ქვია ამ სახლს, სადაც ეს საღამო ტარდება, ატარებს თავის 2 წლიანი მუშაობის განმავლობაში პირველ ჩვენებას და თან ასე იგი ხდება ქეთას კლიპის პრეზენტაცია და რატომ მაინც ქეთა სალონის სახე ალბათ იმიტომ რომ ამ ბოლო პერიოდში ქეთას კლიპების გადაღების პერიოდში ქეთას კაბები არის აქ შექმნილი, ამ მოდის სახლში შექმნილი და რაღაცა ამ ურთიერთობის პერიოდში ჩამოყალიბდა ჩვენ შორის ესეთი ურთიერთსიმპათია, რომ გადავწყვეტეთ ქეთა ყოფილიყო ამ მოდის სახლის სახე. რაც შეეხება ჩვენ მეგობრობას, ასე ვთქვათ, მათ მაშინ რა ქვია, ვალდებულებებში უხეშად რა ვთქვათ, შედის ის რომ ჩემი ჩაცმა დახურვა, მაკიაჟი და ასე შემდეგ ყველაფერი მათევალება, რაც შეეხება სარეკლამო სახეს, ანუ იქნება აქ რაღაც სტენდები თუ რეკლამები და რაღაცები, ყველაფერი ვიქნები მე. ანუ მათ სახეს წარმოვადგენ მე. ასევე მოხდება კლიპის ჩვენება, მე არ მინდა რომ ეს რაღაც დაერქვეს პრეზენტაცია, იმიტომ რომ ეს არის მხოლოდ ჟურნალისტებისთვის და მინდა რომ ამაზე გავამოხმო ყურადღება. რაც შეეხება კლიპს, რეჟისორი არის გიორგი კიკალიშვილი, სიმღერა ეკუთვნის ნუგზარ ერგემლიძეს, ინტერპრეტაცია გია კუხიანიძეს და ტექსტი ნანა ცინცაძეს. ვფიქრობ რაღაც ისეთი ლამაზი კლიპი გამოვიდა, სიმართლე გიხდით, ჯერ არ მინახი, ეხა უნდა ნახო და იმედია მომეწონება და თქვენც მოგეწონებათ. ნოემბერს კლუბ ნეოში სტერეო ფარტი ჩატარდა, რომელიც ჟურნალის სტერეოს 1 წლის თავს მიეძღვნა. საღამოს დევიზით ვინც უყვარს ჟურნალ სტერეოს და ვისაც უყვარს ჟურნალი სტერეო, ქართული შოუ ბიზნესის ის დიდი ნაწილი დაესწრო, ვისთანაც ჟურნალი მეგობრობს. სტერეო ფარტი მსრული ანშლაგით ჩაიარა და საკონცერტო ნაწილის შემდეგ დისკოთეკამ გვიან ღამემდე გასტანა. დაბადების დღე იუბილე და მინდა შევფიქრე რომ მუდამ გვერდზე დაუდგები. ძალიან კარგი ჟურნალია, ძალიან ლამაზად დაშუქებს მსახიობებს, მომღერლებს და სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებს. მე მინდა რომ ეს ერთი წელი დაულოცო და დაულოცო კიდევ შემდგომი მრავალი წელი, მრავალი მკითხველი შეიძინოს და მრავალი მაყურებელი და მსმენელის მასთან ერთად.
ჩვენ ვიმყოფებით რადიო ფორტუნა პლუსში, სადაც შედგა ჯგუფ საუნდისა და გუჩი მეტრეველის სიმღერის პრემიერა სახელწოდებით მაინც მოვალ. რაც შეეხება ამ სიმღერას, ეს სიმღერა შევა გუჩის რიგით მეორე ალბომში სახელწოდებით რეპეტიცია, რომელიც სავარაუდოდ გამოვა მარტი-აპრილის თვეებში. აქვე მინდა აღვნიშნო ისიც, რომ დღეს სწორედ რადიო ფორტუნა პლუსში უნდა შემდგარიყო თამთა გოგუაძის სიმღერის პრემიერა, მაგრამ თამთამ გარკვეული მიზეზების გამო ვერ მოახერხა დღეს ამ რადიოში მოსვლა, მაგრამ იმედი გვაქვს ამ სიმღერის პრემიერა მალე გაიჟღერებს რადიო ფორტუნა პლუსის ეთერით. ეს რიგით მეხუთე დუეტია უკვე რაც ჩაიწერა. სიმღერა ეკუთვნის ალექსეი ბრაბკოვს, რუს კომპოზიტორს. მე მგონი პირველი შემთხვევაა, რაც ლეგალურად მოხდა, რომ ეს ქართველები ვასრულებთ უცხოელის კომპოზიციას და ეს არის ავტორობლებები დაცული. ტექსტი მეკუთვნის მე, შეიძლება ისე ითქვას და არანჟი, ბალანსი, მასტერინგი თემო გააკეთა. რაც შეეხება სტილისტიკას, არის პად რეგეი. ბოლომდე არც არ არის, მაგრამ რაღაც მიახლოებით ამ ჟანრშია გაკეთებული. კომპოზიცია ძალიან საინტერესო არის. წარმოგიდგენ ჩვენი დღევანდელი გადაცემის სტუმრებს. ანუ მინდა გითხრათ, რომ დღევანდელ გადაცემაში შედგება კიდევ ერთი ახალი ქართული სიმღერის პრემიერა. ჯგუფი საუნდი და გუჩი მეტრეველი. იდეა ერთობლივი იყო, გუჩი თქვა რომ ჩაგვეწერა დუეტი და ჩავწერეთ ასე ვთქვათ. მე ვფიქრობ, რომ საინტერესო გამოვიდა, იმიტომ რომ საინტერესო როცა ორი მიმდევრობის ადამიანი იქნება თუ შემსრულებელი თუ ჯგუფი ერთად მუშაობენ ერთ პროექტზე, რაღაცა საინტერესო გამოდის. აქედან მივდივართ პაატასთან სახში. როგორც კი მოურჩებით პანიერის გასაკრავად. როგორც კი მოურჩებით ეგრევე ვეხმარებით პირდაპირ იქით მივდივართ. ლაილაი წარმოგიდგენთ პროგრამას ინფორმატორი.